ჩემთვის ეს იყო ინსპირაცია როგორც მსახიობისთვის ამ შემთხვევაში, რომ შემესრულებინა როლი. მეცა და თავი, ასე ვთქვათ, სხვა სივრცეში. მართალი გითხრათ, ჩემი არ არის. მან და მაინც ვიდაპირ თქვა. თუმცა ეს რამოდენიმე ნომერი ძალიან საინტერესო იყო და მართლა კარგი იყო იმისთვის, რომ თუნდაც რაღაცა ახალი კიდევ ამ პერიოდში რაღაცა შემეგრძნო და სიმღერების შესრულება სხვა შორის, რომელიც მე არასდროს არ შემისრულებია. სხვისი სიმღერა და მით უმეტეს ინგლისურენოვანი. ესე იგი, რაც ღრუბელზე თვით გვემამ ჭირდა, აბსოლუტურად კომპენსირდი ბოლო 2 ეპიზოდი. აბა რა გეგონათ? ვერძი იყო ძალიან ისეთი მკვეთრად გამოხატული გმირი იყო, მკვეთრად გამოხატული სახე იყო. ანრი იყო ის დეტექტივი, რომელმაც ამხილა და იმის შემდეგ უკვე ვერც ერთ პერსონას ვეღარ ვაჯენდი ამ ნიღბის უკან, იმიტომ რომ თითქოს თავისი თავი იყო რა, სტილიც უხდებოდა, აი კახაბერისეული იყო თვითონ ვერძიც და ამიტომ გადასარევად მოირგო და მგონია რომ ძალიან ამაყად და სოლიდურად დატოვა პროექტი. მაინც მეპარებოდა სადღაც ჩემი დგომა, ვთქვათ, რაზეც პირველივეზე შეამჩნიეს, ხო? თუმცა მაქსიმალურად ვიცვლიდი ამ სიარულს და რაღაცა ვცდილობდი, რომ ასე ვთქვათ, სხვა პერსონა გონებოდათ. ძალიან გულდასაწყვეტია და ეხლა უკვე ნერვიულობ, რომ დავთანხმდი თვითონ პროექტს, იმიტომ რომ მომიწევს გაშვება ძალიან საინტერესო და ძალიან ნიჭიერი გმირების. გულის წვეტა არ მაქვს, იმიტომ რომ დავიღალე 4 წელი ამ მართლა თვითგვემით და არ მადარდებს დაემოსყდეთ თავები, მოხსნათ ნიღბები. ანუ გამიწყდა თუ არა? არ გამიწყდა, რომ გამომიცნეს, მართლაც გამიხარდა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ხო, მეორე მხრივ დასანანია, რომ ესეთი კოსტიუმი უნდა ყოფილიყო ღრმად გადაცემაში, რა თქმა უნდა. თუმცა მე ვფიქრობ, ეს ნომრები საკმაოდ დასამახსოვრებელი იქნება და დარჩება ამ გადაცემას. მაყოფილი ვარ ამ მეგობრობით, თანამშრომლობით, ასე ვთქვათ, რომ აი ეს ინსპირაცია უბრალოდ თუნდაც მივიღე, რაც არასდროს არ მიმიღია ჩემს ცხოვრებაში. Together we're unlimited. Together we'll be the greatest team that's ever been. Glinda dreams that we planted. If we work in tandem, there's no fight we cannot win. Just you. Down. It's me, so you can count on me. Look to the western sky, and someone told me lately, everyone deserves the chance to fly. And if I'm flying solo, at least I'm flying free. To those who ground me, take a message back from me. To them how I'm defying gravity. I'm flying high, defying gravity. I match them in
in all of us. No ways that there is or was is ever gonna bring me down. და ეს არის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური და დამაინტრიგებელი შოუ ვინ არის? დღეს ჩვენ შოუში ვიხილავთ შესანიშნავ შვიდეულს და ისინი შეეცდებიან თავი მოგვაწონონ, თავგზა აგვიბნიონ თავიანთი 7 სიურპრიზი. დღეს მეექვსე ეპიზოდში ყავს 7 მონაწილე და მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს თავის ფავორიტ გმირს, რომ ვიხილოთ შემდეგ ტურში. ხოლო დარჩენილ 2 აუთსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნან ნიღაბი. აი ასე. და სანამ პირველ მონაწილეს წარვადგენ, მოდი ჩვენი პარტნიორი კომპანიები წარვადგინოთ, იმის დროა. გადაცემის სპონსორია სახის, სხეულის და თმისმოვლის ესპანური ბრენდი ბიფაზი, ევროპული ხარისხი და ფართო ასორტიმენტი მხოლოდ ალერსის აფთიაქებში. ჩვენი სპონსორია ყინულივით ცივი კოკა-კოლა, ის ერთი ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელიც ყველაფერს აგემრიელებს. გადაცემის სპონსორია რესტორანი კოლონადები ქვევრისგან, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ძველ ბულვარში. იქ დაგხვდება სასიამოვნო გარემო, შიდა და გარე სივრცეები, ქართულ ევროპული სამზარეულო და ცოცხალი შესრულებით მუსიკა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. ნევერლენდი საქართველოში ნომერ 1 ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში, ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. რადიო იმედი, ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა, 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. მადლობა. ახლა კი მოდით ერთად ვნახოთ შესანიშნავი შვიდეულის შესანიშნავი გამოსვლები. The window mark that makes my heart a dancer. A telephone that rings, but who is to answer? Oh, how the ghost of you clings. These foolish things remind me of you. I'm Sandy, I'm Gomez. The shake is what I dance. Yo soy María de Buenos Aires. Soy la más bruja cantando y amando también. Si el bandoneón me provoca, tierra tata, le muerdo fuerte la boca, tierra tata, con 10 espasmos en flor que yo tengo en mi ser. They can see, baby, I know that's not me, espresso. Think about me every night, oh, isn't that sweet, I guess so. So you can see, baby, I know that's not me, espresso. Move it up, down, left, right, oh, switch it up like Nintendo.
მაშ ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ჩვენი პირველი მონაწილე. მისი შერჩერება ურთულესია და თუ ჩერდება, ის კვლავ აგრძელებს მოძრაობას, იმიტომ რომ ის არის ჩვენი მეგა შოუს მარათონელი კენგურუ. გამარჯობა მეგობრებო. ამჯერად უკვე ქართულად მოგესალმებით. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე რუბიკონს უახლოვდებით ამ ველურ მოგზაურობაში. თქვენ ნელ-ნელა აპირებთ კენგურუს საიდუმლოებები გაშიფროთ, მაგრამ ფრთხილად ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ წინ. რატო? იმიტომ რომ აზარტული ვარ. შეჯიბრებად შემისაქმეა. კენგურუების სპრინტი მაქვს მოგებული 100 მეტრზე იმდენჯერ, რომ სათვალავიც ამერი. რა მოქვს მოგებულიო? ისეთი დაუღალავი ვარ, სანამ ფიზიკურად არ გავიტიშები, იქამდე შემიძლია ვირბინო, ვიხტუნო და დედამიწას წერე შემოვარცხა. წარმოიდგინეთ კენგურუ, რომელიც მირბის უდაბნოში, ზის ღიების ქვეშ და არ ჩერდება, სანამ ფინიშის ხაზს არ გადაგვეც. მე ვარ კონკურენციის მეფე, რომელსაც არ ეშინია გამოწვევების. მაგრამ მხოლოდ სისწრაფე არაა ჩემი ძალა. მე თავისუფლების შეგრძნება მიყვარს. აერში ვლივ-ვლივებ ისე თითქოს მიწა ჩემთვის უბრალოდ დროებითი გაჩერებაა. პლანირება და სიმაღლის დაძლევა ჩემთვის ბუნებრივია. მე ვარ კენგურუ, რომელიც ხტუნვისთვის კი არა, ფრენისთვის დაიბადა. ოპა. ადრენალინი მავსებს თითოეულ ნახტომზე და დაშვებაზე. რაც უფრო მაღლა ვარ, მით უფრო დიდია სიამოვნება. მე არ მეშინია სიჩქარის, თავისუფლების და ექსტრემალური გამოწვევების. პირიქით, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამერიკა ხო გავსწავლე. ხოდა კენგურუ არ აპირებს გაჩერებას. აქ ვარ რომ გადაოცოთ ჩემი ხმით, ნახტომებით და საიდუმლოებებით. ხოდა მოდი გავაგრძელოთ ეს ავსტრალიური თავგადასავალი და ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ჩემი ნამდვილი ვინაობის გამოცნობას. მოვიდა. დღეს ხსნის ნეტარას შეგვისრულებს. აჰა, შეხვდა. საფირმო მოძრაობაც. მაგარი გახსნა. ლამაზად მღერის. არ არის You start to freeze. As for a look, you might between the eyes. You paralyze. 'Cause this is thriller night. You know what's gonna say. You from the beast that bounces to fight. You know it's thriller night. You're fighting for your life inside it. Kill it, thriller tonight. Night reaches strong and their dad starts to walk in their masquerade. There's no escaping the jaws of the alien this time. This is the end of your მაგრა თამაშობს არა? ოჩას. Creatures crawl in search of blood to
beast about to slide. You know it's thriller. You're fighting for your life inside a killer thriller tonight. საშიშად მაგრად გახსნა კენგურუ დღევანდელი. ბრავო! ჩემი მაიკლი გამიცოცხლა ვინ არის სცენაზე. მადლობა კენგურუ, მადლობა, ეს ჩემი უსახმარესი ტრეკი არის მაიკლის რეპერტუარიდან. და როგორ იცეკვა, როგორ შეასრულა რა პერფორმანსით, აბა კენგურუს აპლოდისმენტები მოგესალმებით. არა, შევძვირთარი კენგურუ. როგორ ხართ? კარგად. და კენგურუ ყველას შეგვიყვარდა მე მგონი. დეტექტივებსაც და მაყურებელსაც ძალიან მაუცილებლად. მაყურებელს დამსწრე აუდიტორიას მეც და მოდი ბასა რადგან დაიწყე. კენგურუ ესენიც იცის. ბასა რადგან დაიწყე იქნებ აბა დღეს რა ვერსიით ხარ წარმოდგენილი თუ შეცვალე წინა ვერსიისგან. რა თქმა უნდა აზრს დრო და დრო ვიცვლი ხოლმე და მე ვფიქრობ რომ ეს არის გოგო და დღეს ვფიქრობ ეს არის გოგო და არის ლიზა ყენია არა ამერიკასთან კავშირი ბაზაზე და რამ განაპირობა ეხლა მითხარი რომ კენგურუში იფიქრე შენ რომ არის გოგო და თან განაპირობა მითხარი წინაზე როდესაც 8 ჩვენი საუკეთესო დიდი რვიანი იდგა სცენაზე მაშინ მე რატომღაც შევიტანე ეჭვი რომ კენგურუ შეიძლება იყოს მდედრი მე მახსოვს შენ პანტერაში შეიტანე ეჭვი. პანტერაში ლეგიტიმურად შეტანილია ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, იმიტომ რომ წინაზე აი რაღაცა მკერდის მოცულობა უფრო მეტი იყო და ახლა ეთქობა წინაზე რომ მე დავიძახე რომ აქ აშკარად ფიზიკა ყიდის კენგურუს შეიძლება ახლა უფრო ისა აქვს დასაცმელში შენიღბულია და ანუ შენც ეთანხმები ბასას რომ გოგოა კენგურუ კი მე ვეთანხმები უბრალოდ ლიზა ყენია ამახია ბასამ და ვიღებ თქვა აღარ ვიცი მართლა შენც ეგ ვერსია კარგი ბასას ვერსიას დავაფიქსირე აი აზრები მანეკა მინდა შენი ვერსია მოვისმინო ამ შემთხვევაში შენს ფიქრობ რომ ქალია კენგურუ არა და იმდენად რადიკალურად განსხვავებული ვერსია მაქვს მე მაინც სპორტისკენ ვიხრები არ ვიცი ამდენი მინიშნება სპორტზე და ასეთ უგვატყუებს ჩვენი კენგურუ არ ვიცი ბოლოს რას ვიზავთ მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ამერიკას ვეჭიდები და თავში მომივიდა აზრად რომ ძალიან ენერგიული საამაყო მსოფლიო ჩემპიონი ქართველი მერაბ დვალიშვილია ჩვენი კენგურუ მერაბ დვალიშვილიო თან უყვარს ნელა შენი ჭირები უყვარს მერაბს და მისი ცეკვას არაერთხელ გვინახავს და ძალიან მოუსვენარია რამ გაყო მართლა მარათონელია გეფიცები არ ჩერდება აი ერთი წამი დარჩერდება ანრი და ფიქრობ რომ ამდენი ენერგია ქალს შეიძლება გქონდეს ფიზიკური აქ ვარ მაკა იცი რა არის მე მინახავს ხშირად ქალების ნაბეგვი მამაკაცები ასე რომ ქალების ზალაში ეჭვსნუ შეიტანს ნურა ხომ ეთანხმებით გოგოებო არა აი არ ჩერდება მაკა როგორ შეიძლება ქალს კონდეს ენერგია რა თქმა უნდა ანრი მაშინ დავიფიქსირე მუშაობ ესე იგი აი ენერგიული ქალბატონი და ასევე ძალიან ლამაზი ვინც მახსენდება მოდი მე დღეს მაინც გოგოების მხარეს ვიქნები და დავასახელებ არაჩვეულებრივ ტანმოვარჯიშეს ძალიან წარმატებულ სპორტსმენს ჩვენს ქვეყანაში ქეთი ხატიაშვილი ქეთი ფეხბურთელად არის და ესე იმოძრავებ და ვაუ მართლა მე რა შეიძლება ცოტა მუცელიც აქვს ჩვენს კენგურუს შეხედე არა ვერ დავიჯერე ეხლა ისეც არ მოძრავია რომ ძალიან გამიხარდება რომ იყოს მაგრამ არ მგონია მე მაინც დავაფიქსირე შენი ვერსია ქეთი ხატიაშვილი და მოდი გავაცილოთ ჩვენი კენგურუ ბრავო კენგურუ ქეთი რატომაც არა მესამე სელოდა
ერთი წამი პაუზა შოუში. რა ხდება? რატომაც არა. სწორედაც ქეთი ხატიაშვილი თუ ამჟამად ორსულად არის, სწორედ კენგურუს ასე ვთქვი, როგორ სწორია. ფიზიონომია სწორია. კენგურუს ჩანთას გულისხმობ. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეხლა ძალიან დახტოდა ჩვენი კენგურუ, რომ ორსულმა ქალმა ვერ შეძლოს გადაადგილება, ხო? აი, კარგი, დავშვიდი. მე ხო დავაფიქსირე შენი ვერსია. მოდი მეორე მონაწილეზე გადავიდეთ. ჩემო ძვირფასებო, ტაში შევეგებოთ მკურვალი აპლოდისმენტებით. ის ხალიჩაზე ფეხს ვერ აბიჯებს. თუ ხალიჩა წითელი ფერის არ არის. ამიტომ შევეგებოთ მედუზა სცენაზე. მედუზაზე ისეთი ვერსიები გვაქვს დაყრილი. მოვიდა ჩვენი ჩაკიკი. მოგესალმებით მედუზა დეიდა. აუცილებლად დეიდა და არავითარ შემთხვევაში ბებო. ჩემმა ასაკმა არ მოგატყუოთ. ძალიან ახალგაზრდულად გამოვიყურებთ. აი, აგვიყირავა ეხლა არა ბებია. ვატყუებს ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო თავისუფლებაშია. იმდენად თავისუფალი ადამიანი ვარ, მომწონს, რომ ჩემს ცხოვრებას სულ მე თავად მართავდი. ხუთოსანი ვიყავი თუ არა? რა მნიშვნელობა აქვს? ჩემს პარფიუმერიაში ხომ ხუთოსანი გამოვედი. ერთ ადგილას გაჩერება არც მაშინ მიყვარდა, არც ახლა. მე არ მისმის, როგორ შეიძლება რამე კმაყოფილი იყო. ძალიან უცხო შეგრძნებაა ჩემთვის. სულ მგონია, რომ მეტი და მეტი შემიძლია და ამ ასაკშიც ხედავთ. ჩადოქრობების ეს კარგი შეესება. თვით კმაყოფილი არ არის. თქვენ გონიათ ფინალამდე გაჩერებას ვაპირებ? არა, უნდა ვაღიარო. შეგიღო საუკეთესოდ გამომდის. მარტო ახლანდელ დროში კი არა. ჩემს ადგილს ანტიკურ საბერძნეთშიც მშვენივრად ვიპოვიდი. ისე ბავშვებმა მითხრეს, სულ წარსულზე ნუელაპარაკეთ, თორე უფრო დიდს გაჩენს ვიდრე ხარო. ხოდა მეც ახლანდელს გეტყვით. სიგი ყავა მიყვარს, მთელი თავისი ატრიბუტიკით. მორჩა აზმყო და თანამედროვეობა. ახლა სცენაზე მიყურეთ. მოვიდა ჩვენი თავის კირილი. აუ როგორ მომწონს. რაღაცას მედუზა დღეს სხვანაირად დადგა, ვარსკვლავურად. ქვაზე დამხობილი მედუზა. აბა მედუზა. ნახე ტალღების ვამ გამორიხა. აუ რა ლამაზია. რა სიმღერე. ამ სიმღერაზე მეტირება. სიმღერაზე ლექსზე. მე მგონი ვიცი ვინც არის. ხეთა ჯარს ყავათხრის სადახა ოპერის მომღერალია ეს.
სადადის ხალხო არ ჩამოვარდე გავაფრენ ბრავო ბრავო სიტყვები რომ ზედმეტია ისეთი ნომერი დაუბრუნდა თავის სიტყვას ბრავო ბრავო ვაუ ბრავო 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 არა მართლა საოცრე ბრავო მედუზა როგორი ლამაზი როგორი ფაქიზი სანამ მედუზა ჩამოვა და ჩამოფარფატდება აბა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩემს ფავორიტ მედუზას ძალიან მალავ ხო ვერ მალავ იმიტომ რომ აი ესეთი ამოუცნობი ხმა ტემბრი შესრულება საოცრად მაინტერესებს აი საოცრად ვინ არის მედუზას ჩვენ ამ მაგიდასთან დეტექტივები აი ფაქტობრივად ხო ერთსულოვნად ვართ აქ ვთანხმდებით რომ მედუზა არის ნუ უმეტესწილად ალბათ ეხლა პროცენტულად რო დავთვალოთ რაც შეასრულა რა მანერითაც და რა შესაძლებლობებით არის ოპერის მომღერალი ან დიდი სკოლა აქვს გავლილი ამ მიმართულებით იმიტომ რომ მისი ბგერა სწორედ როგორც კლასიკური ვოკალისტი ისე ჟღერს. ახლა ჩვენ ფაქტობრივად წინა გადაცემაში დავასახელეთ 3 საოპერო დივა, ხო? ყველა მასე ხან თამარი ვერი ვთქვით, ხან ნინო მაჩაიძე, ხან იანო ალიბეგაშვილი და ასე შემდეგ. არავინ აღარ დავტოვეთ. ახლა შეგიძლიათ დარჩეთ იგივე ვერსიაზე, არ არის პრობლემა. იცი რა არის? მოდი მრავალ ფეროვნებისთვის გამომდინარე იქიდან რომ ვინ არის ისეთი პროექტია რომ აი ესე გიჩალიჩებ და უცებ შეიძლება მართლა თავდაყირად ადგეს ყველაფერი ხომ შეიძლება ჩვენი მედუზა იყოს მამაკაცი კარგი რა ასეთი ვოკალური შესაძლებლობების მომღერალი საქართველოში ჩემს გარდა არის არაჩვეულებრივი მიშა სულუხია რომელსაც შეუძლია ამ რეგისტრში შეასრულოს და კარგადაც გაგვაბიჭუროს და შეგვიფუთოს უნიჭიერესი მიშა აბსოლუტურად ფენომენალური შესაძლებლობის მომღერალი და არ გამორიცხო ჩემო მაკა მადლობთ მიღებული რომ მედუზა იყოს ბიჭი არ მეთანხმები? დღეს მე ანდრის არ ვეთანხმები. ბიჭი გოგოა და ასე შემდეგ. ბიჭი? რატომაც არა? მანიკა აბაშენი გასხვავებული ვერ დავეთანხმებ. გასხვავებული თქვა ანდრი. შენ ანდრისგან გასხვავებული. გვეგონე ბიჭი დიდი რამე, ეხლა მედუზა გვეგონოს ბიჭი. აი ვნახოთ. აი სხვადასხვა მანიკა შენ რომ არ ვიცოდე რომ აქ ხარ მეგონებოდი. როგორი კომპლიმენტი მითხარი, მაკა უდიდესი მადლობა მედუზაში თუ შეგეშლებოდი. მართლა, მე მგონი ასეთი კომპლიმენტი არც მე მიღია. საოცარი ნომერი იყო, არ ვიცი, აი დამა მუნჯაი. ხო არის რომ ნომრის დროს ვსაუბრობთ ხოლმე, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობდით. აი
ბოლომდე დამუნჯებულები ვისმენდით კი, ისეთი მსუყემ ტემბრით არის წარმოდგენილი. და თვითონ დადგმა იყო ულამაზესი, ეს ბოლოს რომ მოიხსნა თავისი ქუდი ესეც მედუზამ წინა ეპიზოდშიც გაგვაოცა თავის პერფორმანსი. კი და ფავორიტებშიც დასახელდა. რამე როდესაც მოიხსნა ეს თავის არა, უბრალოდ დავინახე რომ შეგრიდანაც ულამაზესია. ისე შორს იყო, რომ აი თავის ქალას ვაკვირდებოდი. ჩვენი ჭყიალა დურმი თავის ქალას, ისე ხო არის რომ აი თავის ანატომიას და ყურებს შეიძლება მივხვდი იმდენი არის ჩვენ სფეროში შეიძლება ბრტყელი თავი შეიძლება მრგვალი თავი შეიძლება ვაკუთხა თავი მე მრავალ წახნაგოვანი თავით მიცნობ მაგალითად მოდი მე მგონი პირველად ხდება ამ სეზონში რომ იგივე ვერსია მინდა დავტოვო რაც წინაზე მქონდა თამარ ივერი არის ჩემი ვერსია შვენიერი თამარ ივერი მიღებულია ბასა ჩვენი უდიდესი პატივისცემა აღფრთოვანება მინდა დაგიდასტუროთ ქალბატონს ქალბატონ მედუზას და სულარესი ამოვნა ახლა ქალბატონი რომ უთხარ ბასა გოგონას არა საერთოდ მე მგონი მეც არ მიყვარს ქალბატონს არა მდედრობიც რომ მიაკუთვნე ხო მეც არ ანრი გვაბრევს დღეს პროფაილები არ გიყოფა რა ვიცი ანრი არის გაგიჟებული მედუზას შესრულებაზე და დაბნეულია არა დღეს ანრის აქვს ახალი ფუნქცია შეთავსებული მაგა ანრი დამაბნეველი კი და სპეციალურად რახანა ესეთი დიდი ვოკალისტები ჩამოითვალა არც მე არ ჩამოგივარდებით და ვიტყვი ნატო მეტონიძე უსაყვარლესი ხმა ნატო მეტონიძე თან ეს სიმღერა როგორ უხდება და აი ეს კულტურა ის დახვეწილობა რაც ქონდა მოძრაობაში ზომიერება ნამღერშიც აი რატომღაც გონია რომ ნატოა და რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა ჩემთან და რაღაცაში მაგრამ ამ სიმღერით მედუზაშია და იმიტომაც არ გამოჩენია შეიძლება რატომ არა ყველაფერი ძალიან რისკის შემცველი იყო თვითონ დადგმა მეტი დამაბნეველობისთვის შეიძლება რომ ეს სიმღერა აერჩია და ამისთვის შეიძლება ყველაფერი შეიძლება საერთოდ დიდი რისკი იყო ამ სიმღერის არჩევაც და მედუზამ საოცრად იმღერა და მე მგონი უფრო მეტი რისკი იყო კიდე ამ დადგმაში ქვებზე ასვლა და აქ შეიძლება ისე ოსტატურა დავიდა იმ ქვაზე წამოდგა ეს არა ეს თავის მოხსნა თან ნახე როგორ გაგვიჩალიჩეს იცი პროდაქშენმა რომ ეს თავი რომ მოიხსნა არიქა იცი რა მეგონა რომ რაღაცა წუნი გაიჩითა და თავი აძვრა და ვაკვირდები არ ხო და კიდე მეორე თავი დაგხვდა შიგნით შეფუთული აბა რა გეგონათ მადლობა ასეთი ვერსიებისთვის ნატო მეტონიძე თამარ ივერი მიშა სულუხია ყველას ბრავო ისედაც ასედაც და მედუზა ჩვენი მედუზა აბლოდისმენტები ბრავო მედუზა დეიდა მედუზა დეიდა მადლობს ქალბატონო მედუზა ნუ მაინც ქალბატონო ხდება მირბის მიმაფრენ შემი მერანი წინშლის ეგვიპტეს როგორც მარაოს და მეც მზადა ვარ პირამიდისთვის რომ შევეგებო ჩემს დიდ ფარაონს კარგი სახალხო მთქმელი იქნები მაგრამ დეტექტივებო ჩვენ უკვე ნახევარ გზას ერთად მივუახლოვდით მაგრამ ფარაონის საიდუმლოებები ისეთი ღრმა როგორც ნილოსის წყლები ხო რაც შეეხება წყლებს ნაკადულებს და წყაროებს კარგი ურთიერთობა არ მაკავშირებს მართალია არაერთ ისტორიულ წყაროში ვარ მოხსენიებული მაგრამ სუდი მოგონებები უფრო მკვეთრინავს. ის სიმღერა როა წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალებინებსო, მაგ სიმღერისაც კი მეშინია. მაგრამ დასაკარგი მაინც არაფერი. წყლის ეშინია, ვითო? ბურთი რომ ორჯერ გამისკდა, მესამედ აღარ მიყიდეს. ასეთი სპარტანული წესით ვიზრდებოდით ეგვიპტეში.
თუ იკითხავთ ბურთზე რა გული დასხდაო მე გეტყვით რომ მე ველოსიპედით მომპარის დიახ ფარაონსაც კი შეიძლება მოვპარონ მაგრამ მე არ დავნებდი და ახალი ველოსიპედი გამოვიგონე შეიძლება არ იცოდეთ მაგრამ ველოსიპედის გამოგონება ფარაონების სახელს უკავშირდება კარგი ხო გაიცინეთ და გეყოთ გიყვარდეთ და გეშინოდეთ რადგან სცენაზე მართლა თავს არ დაცემულები ვარ მოდის მედიდურა მანტია მოუსწავ მეგონი ქორწილი აქვს თვითონ ფარაონი ქორწინდება ნეფერტიტიზე მე ძალიან მომწონს ფარაონი რაღაცნაირია საოცარი კოსტუმია თვითონ ხო დადგა ამ ფეხებს რანაირად აკეთებს ფანტასტიურად ვინ არის შოუში? ბრავო! ჩემ ქორწილში სიურპრიზად მაგალითად Maroon 5-ის გამიხარდებოდა და ფარაონიც. ალბათ უფრო უცებ რომ მოიხსნიდა. დედა როგორ დასერიოზულდა? ხო, არა და დღეს ყველაზე მეტად გახსნილი იყო სცენაზე, ვიდრე მანამდე ყოფილა. მოდი დავიწყებ რა, მაკა. არ ვიცი, აი თითქოს ხმაც მივამსგავსე, შეიძლება სრულიად აბსურდს ვამბობ. აბა. ბოლოს ნახავთ ამას, როცა იქნება და როცა მოიხსნის, ხო? მაგრამ რატი მგონია? რატი მგონია? ამაზე არ მithქვამს არც ერთ. ამაზე არა. კი. არ ვიცი, აი რატი აი დღეს ამ მე თქვი რატი დურგლიშვილი ფარაონზე. კი, ფარაონზე თქვით რატი. დამანებოს თავი რა, ანრი. იცი რა არის? მე უკვე ჩადებული მაქვს ჩემი ესეთი პატარ-პატარა ბომბები. ასე რომ მაგრამ შენი ინსპირაციით არ მithქვამს დღეს თითქოს კი არის. მე მგონი ჯორჯია. აუ მინდა რატი. იცი რა არის? არა მგონია. დასა შენ შეიძლება. არ ვიცი. ნერვები არა მომიშალო. არა, თან ისე გამოგხედა ბოლოს. ამი არა მგონია. არ გაგიცნობს. შეიძლება არა, მაგრამ იყოს ჩემი ვერსია. არის რატი? კიო. დარბაზი მეთანხმება. კარგი, რატი? დაფიქსირებული. მე წინაზე ეჭვი მქონდა გოგი ჭიჭინაძეზე.
ეხლა არა გოგი მაინც რჩება მუდმივად ჩემს გულში და ჩემს თავში მაგრამ ეხლა რატომღაც უცებ ვიფიქრე ხომ არ არის დათო ნოზაძე იმიტომ რომ შვიდკაცას არ გადამრიო წყვილხმიანი დათო ნოზაძე გიჟდები დათო თუ ასეა შეფუცუ ყველა ვგიჟდები მაგრამ გოგის ვერსიასაც ვიტოვებ დღეს დავაფიქსიროთ დათო ნოზაძე მადლობა ბასა აუ რა კაი ვერსია ბასა იცი რა არის აი ახლა ამ ნამღერში იქ რაღაცა ფალცეტის ბგერები რაღაცა რო გაჩიტა პროფესიონალი მომღერალია კი ფიზიკაც ახლა ხელს უწყობს რომ აი ესე რო აღვიქვა და შევადარო მე მგონია რომ ფარაონი არის დათო გომართელი რა დათო გომართელი არ მოეწონა გაიშიფრა რა ხდებაო თუ რატი დურგლიშვილი არ არის ფარაონი არის დათო გომართელი ნახე კარგი ბასა ფიზიკა არ გეცნო მომღერალი სახეზე ყავს დათო რატი დათო არა თან ფარაონს კარგი უმორი აქვს კარგია ვინც არ უნდა იყოს კარგი კარგია ეს კარგი ფარაონი გავაცილოთ პოეტი ფარაონი ბრავო ფარაონი რატო ხარ მას დაესმის კითხვა ვინ დაესმის კითხვა რა დაესმის კითხვა როგორ და რანაირად ვინ არის იდუმალება ოპი ოპი წინ მიწევს ვაშა იცით რამდენი რამე გამახსენდა ამასობაში? 1500. ხოდა მეხსიერება რაც დამიბრუნდა, სიზმრების ნახვაც დავიწყე. ერთი სიზმარი წინატურის შემდეგ ნახე. თვითონ ძველ სახლში ვიყავი. ძველი ტელევიზორი იდგა. აი რომ გამორთავდი და ცენტრში რომ ცხელი წრე რჩებოდა და მერე ითიშებოდა. კიდე მის საათი ეკიდა. საათი რომ შესრულდება და გონგი ჩამოკრავს. ხოდა აი ეგეთ სახლში მიერეკავდა ძველი ტელეფონი. ტელევიზორი, საათი და ტელეფონი ყველა ძველ სახლში იყო. უცებ შევსვი. ფილმი კივილი გამახსენდა. აი ზუსტად ის მომენტი, როცა ტელეფონი რეკავს და გონია უბრალოდ რეკლამა, მაგრამ თურმე ნეილონის მიღბიანი უცნობი გელაპარაკება. ეგრევე გადაკეთდა ყველაფერი თანამედროვედ. შავთეთრი ტელევიზორი უბრალოდ ტელევიზორი გახდა. სახლის ტელეფონი გაქრა, მაგრამ საათი ისე ეკიდა 12-ზე გაჩერებული და გონგს მიყოლებით უბაკუნებდა. დედა ვინ არის? მოხდი და გადავწყვიტე ჩემი სიზმარი წყლისთვის მომეყოლა, მაგრამ წყალი არ მოდიოდა და აქ გამოვიქეცი. მეთქი დეტექტივებს მოუყვები ჩემს სიზმარს. ხოდა დიდად თუ ვერც ახლა დაგეხმარეთ ვერაფერში არ აუშავს. სამაგიეროდ სიზმრის აღარ მეშინია. მოდის პუპიკო! საიზღარი პუპი, საიზღარი. რატო? ვერ გამოვიცანით და იმიტოა საძაგელი. ნორა ჯონსი. I waited till I saw the sun. Don't know why I didn't come. Left to buy. Don't know why
ასეა. State of feeling is the same. რა კარგია. My heart is drenched in wine. You be on my mind forever. I will cross the endless sea. I will die. კარგი დადგმა. ძალიან. And I'll be a bag of bones, driving down the rolling wall. ვაიმე, ბრავო. Heart is drenched in wine. კარგად მღერის. ძალიან. ძალიან. You be on my mind forever. Waited till I saw the sun. Don't know why I didn't come. Left to buy a house of fire. Don't know why I didn't come. I don't know why I didn't come. I don't know why I didn't come. ბრავო. პოპი! პოპი! ბრავო. ბრავო, არაჩვეულებრივი ნომერი, არაჩვეულებრივი პუპი. მოგეხმარები პუპი? მაკა ჩვენ მოგვეხმარ. ჩვენ უნდა მოგვეხმაროთ კაი, მაგრამ. მართლა. ასეა საქმე? არ არის, ჩემთან არ არის ასე საქმე. ანუ გაქვს ვერსია ჩემო ანდრი და დაიც. ბრავო, რა კარგი პუპი ხარ. რა კარგი სიმღერა იმღერა ნორა ძალიან. ჯონსის. ბრავო, პუპი. საოცარი დადგმა იყო. ყველა მონაწილეს, ვინც გვერდს უმშვენებდით პუპის, ყველას მადლობა, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენს ბავშვურ სამყაროში გვამოგზაურეთ. სირკში ვიყავით. მართლა ისე არ მინდოდა დამთავრებულიყო და ცოტა ისეთი ბავშვური სენტიმენტებიც გამიჩნდა. შეიძლება პუპი, მადლობა ცრემლით პუპი. ჩამომიგორდეს. მადლობა პუპი და პუპიმ ახლა ისე შეასრულა ეს სიმღერა რომ მართლა ღრმა ეჭვი გამიჩნდა, იმიტომ რომ გავდა ტემბრალურად ძალიან 1-2 ფრაზის დროს სალომე ბაკურაძეს. სალომე ჩემი მწყერიზის ესე იგი იცი რა არის? იმიტომ რომ ამას წინათ სალომე ბაკურაძესთან ვიყავი რადიო იმედში სტუმრად და მე ხო იცი როგორც ესეთი ბუნებით მოძალადე დაუჯექი წინ და სანამ ჩაწერას დავიწყებდით ვეუბნები რომ ვინ არის მონაწილე? შენ წელს არ ხარ რომელიმე თოჯინაში და აი თვალი არ მომაშორა და უცებ რას პასუხობს არიცი რომც ვიყო ხომ იცი რომ ვერ გეტყვი სწორად უთქვამს ნახე დიპლომატიურია, თვალი არ მომაშორა. პირდაპირ არაც არ გითხრა. ვაკვირდებ რომ ხა თვალი თუ მარცხნივ გაიქცა და ძებნა დაუწყო რა. სხეულის ენით უკვე მე მიხვდებოდი. კარგად ფლობს სხეულის ენას. ვიცით, ანუ ესე იგი მეტი წილი დარწმუნებული ხარ რომ პუპი არის სალომე. ნახე რატომღაც მგონია რომ შეიძლება ამ სეზონზე რომელიღაც თოჯინაში იყოს სალომე ბაკურაძე და მოდი ახლა ამ ეტაპზე დავასახელებ სალომე ბაკურაძეს პუპის მიღმა. შვენიერი მანიკა. მე რადიკალურად გასხვავებული ვერ პუპიზე ვფიქრობ რომ არის საოცარი თოჯინა და ასევე საოცარია ის ადამიანი რომელიც შიგნით არის, იმიტომ რომ უნიჭიერესი, ძალიან კარგად მღერის, კარგად არის, რა არის, როგორ რანაირად ამ შემთხვევაში მე მომღერალი არ გამახსენდა, იმიტომ კი არა რომ ნაკლებად მღერის. შეიძლება ბევრ მომღერალზე კარგად მღეროდეს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ არის ნანიკო ხაზარაძე. ნანიკო ხაზარაძე. იცი რა, აი ეს რაღაც ერთ-ერთი ყოფილი დეტექტივი. ხო. ცოტა ხრინწიანი ხმა თუ რაღაც ხაბერდოვანი ხმა რომელიც თითქოს დაყვებოდა თან ამ ნამღერს აქვს ნანიკოს სასაუბრო ენაში თან მღერის ნანიკოც გასაგებია ყველაფერი აბა ბასა
ან იცნობს თითქმის ყველა მონაწილეს. ეხლა თქვა, რომ უკეთესად მღეროდა ვიდრე ნორა ჯონსიო და ამიტომ ქეთი მელუა ხომ არ არის? ქეთი მელუა ხომ არ არის? ყველაფერი შესაძლებელია ვინარის მეგა შოუში. ქეთი. აუ რა გადასარევი იქნება. ქეთი, ნანიკო, სალომე ბაკურაძე. მიღებულია თქვენი ვერსიები, არაჩვეულებრივი და გავასწრაფები. მონაწილეს, რასაც ჩასძახებ, ორჯერ უარეს ამოგძახებს. იმიტომ რომ სიტყვა პასუხი ჩვენზე კარგად იცის. მაშასე, თუთიყუშის სცენაზე. მოგესალმებით. როგორი ყოჩაღი თუთიყუში ვარ, რატომ არ აღნიშნავთ? სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სხვა თუთიყუშების გამგროებია. აი სიზარმაცის გამო რომ ლაპარაკი არ გამოსდით. აი რა უნდა თქვენ აი თუთიყუშებო. გითხრეს, გაიმეორე. გიმღერეს, გაიმეორე რა. აი მე მაგალითად რეკორდსმენი ვარ. სხვა თუთიყუშებთან შედარებით ყველაზე მეტი სიტყვა მაქვს გამეორებული. თქვენ გონიათ ხანდახან მე არ მეზარება? მაგრამ არა, ჩემს ოჯახის წევრებს იმეც როგორ გავუძრუებ. არა, ყველაფერს არ ვიმეორებ. მე ხომ გახსოვთ, პირველივე შეხვედრაზე გითხარით, ზუსტად ვიცი რა უნდა ვილაპარაკო. სწორედ მაშინ ხარ მაგარი, როცა სულ ლაპარაკი გიწევს, მაგრამ ზედმეტის არასდროს. სულ ლაპარაკი გიწევს. შორის, არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ ამბობენ, თუთიყუშმა თუ გინდა რომ ლაპარაკი ისწავლოს, ის გალიაში მარტო უნდა იყოსო. ხო, არ ვიცი. მითხრეს თორე, მე თავს ვერ თავდებ. მოდით მაშინ, რაც ზუსტად ვიცი, იმას ვიზამ. გამოვალ და გიმღერებ. მოდის! ბრავო! მოდის თუთიყუში. რაღაც ლამაზი ნომერი როგორ ესებით მოაბიჯებს ხოლმე ხა? აბამ რას მღერი? აჰა, რიანა. ზემოთ ადის. We fall in love.
დაბალიც არ არის. აი, ფრენაც ასეთი უნდა. ბრავო, ბრავო, ბრავო. დედა, რა მაგრა იფრინა თუთიყუშმა. ესე იგი დღეს ყავა არ დამალევინა, ფრენა ამჯობინა თუთიყუშმა და როგორ იფრინა, ახლა შემიფასეთ დეტექტივებო. არა, ისეთი ფანტასტიკა ნომერი იყო. საერთოდ დაგვავიწყდა, რომ დეტექტივები ვართ, აღარც გვიფიქრია ვერსიებზე. ბრავო თუთიყუში. აი, საოცარი იყო შესრულებაც, თვითონ დადგმაც, ეს ფრენა ჯერ იქ ასულა, ანუ ამ კოსტიუმით, ამ ყველაფრის გაკეთება არის ურთულესი და ორმაგად ეკუთვნის ნამდვილად ოვაციები. როგორი ჰაუსი იყო? საოცარი, თან დიჯეი იყო, თან შემსრულებელი, თან ცეკვავდა, თან იფრინა, მოკლედ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეიძლებოდა. აბა, აგირია თავგზა თუ? თავგზა ამირია, მაგრამ ხმა მივამსგავსე ერთ ადამიანს. გამოუშვ. თათული ედიშერაშვილის ხმა დავიჭირე. შვენიერი. შვენიერი. მიღებული ძალიან ჭერია თათული და შეეძლო რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. შემონათელა როგორ გაზრდილხარ. არა, თათული დასაშვებია და გაგვიხარდება. უბრალოდ ნახე თათულის ფიზიკას ვერ ხედავ მე თუთიყუში. აი მე ისია შეფუთული. აი შენ ვის ფიზიკას ხედავ ის ვერსია მითხარი მაშინ. ღმერთო არა, ნახეთ როგორ არის. ეხლა შენს გვერდით რომ დგას, მე არ მინდა რომ აი ესე ფუჭად ვიქნებდე სახელს და გვარებს აკეთიკეთ. ეხლა ვინც მომდის თავში ისიც სტანმორჩილია შედარებით აი შენი სიმაღლის. ქუსლი აცვია ანრი. უი! დახტება. მაღალ ქუსლიან თუთიყუს შენ გიჟი ქალი იქნები. და თავზე კიდე რამხელა ბუმბულები. თამუნა ნიკოლაძე. 11 არც ნაკლები შორს არ წავიდა თამუნა ნიკოლაძე დები ღლონტები წარმოდგენილები არიან. ოთარბაშვილი ხო არ არის? გასამთროს მასწორია თანა ორი დღე თუ რამდენი დღე ვაფიქსირებ შენი ვერსია ოთარ ტატიშვილი ვაფიქსირებ თან მომწონს დავაფიქსიროთ ოთარ ტატიშვილი დარბაზ კუთხედ. კი არა თუთიყუში იყო მაშინაც როდესაც ოთარი იჯდა ჩვენს ხო და არ ჯდება ეხლა ფაზლი ვერ დაჯდებოდა ასე. სინატურზე მეგონა რომ იყო მომღერალი დღეს გამეჩნდა ეჭვი რომ არ არის მომღერალი მაგრამ არის ულამაზესი უნიჭიერესი ირინკა კავსაძე. აი მე სხვადასხვა ირინკა კავსაძე. ირინკა კავსაძე. პირველ გამოსვლაზე ირინკა თუთიყუშზე ნათქვამი. ძალიან დიდი მადლობა ამ ვერსიებისთვის და მოდი გავაცილოთ. ბრავო თუთიყუს ულამაზესი. ბრავო თუთიყუს და ბრავო შემსრულებლებს რომლებიც იგონებენ კოსტიუმებს აკეთებენ განათებას სადადგმო და ასე შემდეგ. სცენაზე გამოვა ის, რაც საერთო აქვთ Pinks და Naomi Campbell-ს. პანტერა სცენაზე. მოგესალმებით. ყველაზე ლამაზი ეშხიანი, მიმზიდველი და გამჭოლი მზერის პატრონი. მართლა ასეთია. თქვენს წინაშე უკვე მეოთხე აპირებს წარსდგეს. პირად თემებზე საუბარი მთლად ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ თქვენი გამომეტყველებით ხვდები, რომ დრო მოვიდა და ამ ამბავს ვეღარ გავიქცე. აბა მოგვიყევი პირადი. მხოლოდ ორმხრივი სიყვარულის მჯერა. რა ვქნა? ვერასოდეს მეყვარება ის ადამიანი, ვისაც არ ვუყვარვარ. ჯერა ბედნიერი დასასრულის და ყველა ზღაპარი ჩემზე მგონია. ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. აი ასეთია ჩემი სიყვარული. სიმაგე გითხრათ, სიყვარულისთვის არასოდეს მიბრძოლია. ის ყოველთვის თავისით მოდიოდა ლამაზი ქალია რა. გაგუნით თავს მაცნობდა. ერთ ენაზე ვსაუბრობდით და ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდა. კამათი, ჩხუბი, ეჭვიანობის სცენები. კიდევ
ბატონო, პრობლემა არ არის. მაგრამ ამას გაგრძელება არასოდეს მოყვება. გითხარი, მითხარი, გავარკვიე, გაარკვიე. წერტილი. ყველა წველი თუ ასე იცხოვრებს, ბევრად ბედნიერი ქვეყანა გვექნება. და გაგმაყოფილოთ ჩემმა პირად ცხოვრებაზე საუბრებმა. ძალიან ახლა მოიმზადეთ. სცენაზე გამოსასვლელად უკვე მზად ვარ. ნახეთ ეს მადონას კარკასი აცვია. და სხვა იმიჯით არის. კარკასით არის მოსული. ბრავო, ბრავო, ეს ბრავო. ფეხები მე მომკლავს რა. სპეციალურად დგავს ფეხს სხვანაირად, თუ არ დავინახოთ. ნაინი. Italia. Opa. Take a chance and try to tell a fiery kiss. Be Italian, be Italian. When you hold me, don't just hold me, but hold please. მეგონი ამაზე უფრო მკივა თავი. Please be gentle. არა, თან თითქოს საცნობი ხმა. Go ahead and try to give my cheek a pat. But be daring and don't carry. When you pitch me, try to pitch me well this tough. Be a singer, be a lover, pick the flower now before the chance is past. აუ, რა კარგია. Be Italian. Italian. არა, ქალია, ანრი. Today as if it may become, yes, yes. ობა. ნახე, როგორ მოძრაობს. რა შოუა? გიზდები ამ ფიგურზე. Chance is past. Be Italian, be Italian. Live today as if it may become your last. Bravo! შენ მართლა პანტერა შენ. მართლა, ნამდვილი პანტერა. აი ჩაგვიტარა. ბრავო. დარბაზი ფეხზე, დეტექტივები ფეხზე, მე ფეხზე, არ ვიცი პანტერას ფეხზე. დღეს რაღაც სხვანაირად იმღერა და სხვა ხმა. პანტერა, მოდი შენ ვოკალი დაჯექი. გააძრო ბასა. კარგი. აი მე კუდი არ ნახე მომაია. წინაზე თუ დაზოგა თავი პანტერამ და რაღაცა ცოტა არა, ველისწველებს. ნიამ ვოკალიც გვაბოლებდა, ესე ჟარგონზე ვიტყვი. ახლა ცოტა დღესაც ისეთი დაარტყა? ტემბრი გაჩითა. ხო, კაცია, კაცი. კაცი აღარ არის. პანტერა განქალდა. წინაზე რა დაუწუნე ავე მარიას რო არ მითხრა. არაფერი, არა, ნახე იმის წინა პოპ სიმღერებს გულისხმობ, თორე წინა ეპიზოდზე ავე მარიაში ისეთი ხმით იმღერა, რომ თავზარი დაგვცა. დღეს სრულიად განსხვავებული ხმით. ეს აბსოლუტურად ეს საოცარი მიუზიკლიდან
9 ისე მოირგო ამ მოკრძალებულმა პანტერამ ამ მიუზიკლიდან ეს ხომ სუბუქი ყოფაქცევის ქალის სიმღერაა ნანახი გაქვს მაკა არა აბა საოცარი მიუზიკლია ნახეთ ვისაც არ გინახავს მაკა ნახე როგორ გაუკვირდა რატომ არ გაქვს ნანახ ხო მე მგონი ახლა პანტერა გაკაცრა და ესე იგი პერფორმანსი ისე იყო გაკეთებული და ეს პანტერას ცეცხლი და ვნება მოდიოდა მაგრამ პანტერა რა გითხრა მაინც ვერ გცნობ ვინ ხარ კაი მე ვთქვა ჩემი ვერსია აბა რამა ჩვენა ხელით კაია რომ ვერ კარგიაო რომ სოფლიო მასშტაბის მასხარა ხარ და ვერ მცნობო მაინც გამოგიცნობ არა ისეთი რაღაც უნდა გითხრა მაინტერესებს შენი აზრი მე როდესაც გამოვდიოდი მეორე სეზონში შენი მეგობარი რომელიც გეგონე მე ვერიკო ტურაშვილი არ შეიძლება რომ იყოს პანტერა ვერიკო გეგონა ფასკუნჯი ხო ერთი ეპიზოდი იყო ეს ვერსია ვერიკო ტურაშვილი სულ დასაწყისში სანამ ბოლომდე განვკაცდებოდი ვერ დაიჭირე რამე იყოს ვერიკო მანიკა ხო არა მგონია დღეს ისე იმღერა და წინააღმდეგ მგონია რომ არის მომღერალი ფიზიკა არის ვერიკოსი გრძელი ფეხი კი მაგრამ ვერიკოს ფეხები არ არის საიმე რა იცი საოცრება ხარ პანტერა ვგიჟდები ნეტა ჩემი მეგობარი იყო თუ ჩემი მეგობარი ხარ ძალიან გამიხარდება თუ არა და გთხოვ რომ ვიყოთ მეგობრები პანტერა თანახმა ხარ კიო შვენიერი ანრი ბასა რა ვიცი რომელიც უფრო მზად ხართ ვერსიისთვის მე ვფიქრობ და ბასას დავუთმობ რა ბასა იქნებ ვინმე თან სიმაღლე ნახე აქ ჩვენ ყველაზე მეტად პანტერა შენთან მიმართებაში მიუხედავად იმისა რომ ეს შენი პლუსია და ის რაღაცა 2 მეტრიანი გოგო ხარ ჩვენ გვაბნევს იმიტომ რომ ასეთი სიმაღლის ამ მოცემულობის არტისტები ძალიან ცოტაა ხო საქართველოში რომ მოდი მე ვიტყვი ვინ შეიძლება აი ახლა მითხარი აი ესეთი მაღალი აბა ჩემი ვერსია არ თქვა ეხლა არა შენ ვერსიას აი მაღალ ფეხება არც მომღერალი რო არ არის და სიმღერაც რო შეუძლია ვიცი მაკა შალიკაშვილი პანტერა მაკა ამ სიმაღლეა მაკა კი მაკა უკაცრავად ჩემ სიმაღლეა მაკა ზუსტად უბრალოდ თავს იმდაბლებს ხოლმე მე მაინც ვინაიდან ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელი ვარ რატომღაც მგონი ჯერ პირველ რიგში ვიტყვი ჩემს აღფრთოვანებას პატივისცემას და ძალიან დიდ მოწონებას ძალიან კარგი სახია დღეს ხმაც კიდევ უფრო სხვანაირი იყო ესეთი დაპალი რაღაცნაირი ხრინწია რასაც ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მომხიბლაობა და მიმზიდველობა მაგრამ მე ესეთი გარეგნობით ესეთი სიმაღლით მაკავიცი ასათი არის და მაკა ხომწავიქესი ეხლა მაკა თუ დგას ჩემს გვერდით პანტერა ძალიან ბედნიერი გახდა მომენტალურად წამოვიდა ყველაზე ლამაზ ქალს რომ გადაებენ საქართველოში რა თქმა უნდა ყველას გაგვიხარდებოდა ასე რომ სხვათა შორის მე და მაკა ასათიანი ერთ დღეს ვარ დაბადებული 6 ნოემბრის მორიელები ვართ უბრალოდ მე არ გამიმართლა მაკასნაირ ლამაზი ვერ ვარ დედა გავგიჟდები არ გაგიჟდეთ შეინარჩუნეთ თქვენი ემოციები იმიტომ რომ წინ შოკი გველოდება დღევანდელი ეპიზოდის ფინალი იქნება კიდევ ერთი შოკი ასე რომ გავაცილოთ პანტერა საოცარი ვერსიებით განარნარდი პანტერა ჩვენი მეგა შოუს მუხლ ჩაუხრელი და მუხლ მაგარი მუხლუხა სცენაზე არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერატო. ხომ გაგიგიათ? ხო და აგერ მე და აგერ თქვენ. ნახევარს ვუახლოვდებით და ახლოსაც არ ხართ ჩემს ამოცნობასთან. გეგონოს. უფრო დაზებული ვიყავით და ეხლა ვარ რამენი დამოკიდებულებით. ანუ
რა მენახულება? ლახადარი. გავაგრძელე? თქვენ კი დაძგონეთ. ხოლმე ანუ გონება დაძაბეთ. ძაბავთ, მაგრამ რა დღეს ხეირი. გაგიმხელთ, რომ გიждები ლექციების მოსმენაზე. ვთვლი, რომ დედამიწაზე მოსიარულე ყველა ადამიანს და მცოცავ მუხლუხოს სჭირდება რაღაც ლექციის მოსმენა. ანუ განვითარება. ისე სულ მაინტერესებდა, რატომ მიყვარს ფეხიციარული. ალბათ იმიტომ, რომ შოპინგი მიყვარს. ხა, გონიათ, ასეთი ბანალური ვარ. სინამდვილეში ფეხიციარული იმიტომ მიყვარს, რომ ეს არის ერთგვარი მედმოძრი, ანუ მედიტაცია მოძრაობაში. თქვენამდეც ყოველთვის ფეხით მოვდივარ, თუ მოვცოცავ, როგორც მუხლუხოს შეეფერება. ახლა კი, სანამ ჩემს მინიშნებებს თავს და ბოლოს უპოვით, ხო, ისე თავბოლოს ჩემი დაშიფრული შემოკლებაა და თავქარიან ბოლთის ცემას გულისხმობს. მე სცენაზე სიმღერით გამოვალ. ჩემი მუხლუხო მოვიდა. აბა ჩემო მუხლუხო. რატოა შენი? ჩემია, იმიტომ რომ წინა ეპიზოდში მე გამოვიცანი. აუ ანდრე გაჩერდი. ბრავო. თუ კიდე ყველას გამოცნობა. მაგრამ მე პირველი ავიღებ პრიზ ვერავის გამოცნობაში. შენს პრიზიორი გახდები, არ არის პრობლემა. Che confusione sarà perché ti amo, è un'emozione che cresce piano piano, stringimi forte e stammi più vicino, se ci sto bene sarà perché ti amo, io canto il ritmo del dolce tuo respiro, è primavera, sarà perché ti amo, cade una stella, ma dimmi dove siamo, che te ne frega, sarà perché ti amo, e vola vola si sa, sempre più in alto si va, e vola vola con me, il mondo è matto perché te, se l'amore non c'è, basta una sola canzone, per far confusione fuori dentro di te, e vola vola si va, sempre più in alto si va, e vola vola con me, il mondo è matto perché te, se l'amore non c'è, basta una sola canzone, per far confusione fuori dentro di te, ma dopo tutto, che cosa c'è di strano? È una canzone, sarà perché ti amo, se cade il mondo, allora ci sposiamo, se cade il mondo, sarà perché ti amo, stringimi forte e stammi più vicino, è così bello che non mi sembra vero, se il mondo è matto, che cosa c'è di strano, matto per matto, almeno non ci amiamo. იქნება არ ვიცი. E vola vola si sa, sempre più in alto si va, e vola vola con me, il mondo è matto perché, se l'amore non c'è, ma dimmi dove siamo, che confusione, sarà perché ti amo. ეს გამყვება ძალიან დიდი ხანი ეს ემოცია. ავაოხრე ჩემი მაგიდა, ავაოხრე. მუხლუხო. დღეს სულ ფეხზე ხართ. ამჩნევ ხო? კი. ბრავო. მუხლუხო ცოტა მოიწიე ჩემთან. დიადი მუხლუხო შეეცადა რომ ახლა ტემბრი შეეცვალა და ისე ემღერა. შემოეტენა ახლა ეს შეცვლილი ხმა რომ მე დავებნიებ მუხლუხო არ გამოგივაშენე გამბავი მიუხედავად იმისა რომ დიდებულად შეასრულე
და გვამოგზაურე ჭეშმარიტად ისეთ საოცარ ქვეყანაში როგორიც იტალია და ამაზე ბასა უფრო მეც იტყვის მაინც ბასასთან სისხლის ყივილიც ყოფილ ახლა აღმოვაჩინე რომ ბაბუაყოლია იტალიელი რას ლაპარაკო ბასა აბა დედაჩემის მამა დეცოდინება ვინ არის ესე იგი მე არ ვცვლი ჩემს კანდიდატს ვინ შეიძლება იყოს ამჯერად არ ვცვლი მუხლუხო არის ზეციური მერცხალი ჩემი ანაბანა ჩემი დიდი სიყვარული იანინიძეა ეს ნუ ესე იგი ისე ვის ვერსია რჩება კი მე არ ვცვლი და აი მუხლუხოსთან მიმართებაში მე არ შევცვლი ამ ვერსიას იმიტომ რომ შეიძლება იმდენად ძლიერია სურვილი იმისა რომ აქ იანინიძე იმალებოდეს რომ მე სულ ყოველ ეპიზოდზე ვიყვირებ რომ მუხლუხო არის იანინიძე ესე იგი გიждები მუხლუხოზე რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა მოდის ამ თოჯინისგან და შესაბამისად იმ ადამიანისგან რომელიც მართავს და აცოცხლებს ჩვენს მუხლუხოს ასე რომ წინასწარ დიდი პატივისცემით როგორი პლასტიკა განსაყვარელია ხო ვინც არ უნდა იყოს არის ფანტასტიკური ადამიანი ეთყობა იმიტომ რომ ეს ენერგეტიკა მოდის ჩვენამდე რა შეეხება დღევანდელ ნომერს იმდენად გავერთე პირველივე წამიდან საერთოდ არც მიფიქრია არც ვერსიაზე არც ხმისთვის მომისმენი აი ბოლომდე ვცეკვავდით ხან მე და ანდრი ერთად ხან მე და ბასა ერთად და ხან ცალ-ცალკე მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმ ემოციებისთვის რაც მოგვანიჭა არა ისე ვიტყვი დავასახელებ ადამიანს რომელიც შეიძლება რომ იყოს პროექტში არ ვიცი ეს მუხლუხოა თუ სვოდოჯინა მაგრამ ჩემი ვერსია ეკა მამალაძე ეკა მამალაძე უკვე მეორე თუ მესამედ მესმის ამ თოჯინაზე მე არ დამისახელებია ისე მესმის პროექტში მე კაცო ბერჯერ გაიგე სეზონში მესმის ხშირად ბასა მე ვფიქრობ რომ არის მსახიობი და ვფიქრობ რატომღაც რომ არის ასევე საოცარი მსახიობი და ძალიან კარგი გოგო იასუხიტაშვილი შვენიერი გადასარევი ვერსიები მოდი გავაცილოთ მუხლუხო გავაცილოთ მუხლუხო ფინალისტის დღევანდელი ფინალისტის მადლობა მუხლუხო ბრავო მაყურებელმა ფავორიტად დაასახელა აბა ვინ არის შემამზადეთ ვინ არის ვერ ხედავ ვინ არის ფარული კენჭისყრისთვის მოდი ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიები მაშასე გადაცემის სპონსორია სახის სხეულიზეთ მისმოვლის ესპანური ბრენდი ბიფაზი ევროპული ხარისხი და ფართო ასორტიმენტი მხოლოდ ავერსის აფთიაქებში ჩვენი სპონსორია ყინულივით ცივი კოკა-კოლა ის ერთი ჯადოსნური ინგრედიენტი რომელიც ყველაფერს აგემრიელებს გადაცემის სპონსორია რესტორანი კოლონადები ქვევრისგან რომელიც მდებარეობს ბათუმში, ძველ ბულვარში. იქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, შიდა და გარე სივრცეები, ქართულ ევროპული სამზარეულო და ცოცხალი შესრულებით მუსიკა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. ნევერლენდი საქართველოში ნომერ პირველი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. რადიო იმედი, ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე თავარი. ახლა კი აუდიტორიას ვთხოვ მოიმარჯოს ელექტრონული ხელსაწყოები და მოემზადეთ ფარული კენჭისყრისთვის. შეგახსენებთ, რომ თქვენ ირჩევთ თქვენს რჩეულ გმირს, ვინც მოგწონთ და გინდათ რომ იხილოთ შემდეგ ეპიზოდში. მაშ ასე ხმის მიცემა დაიწყო! სანამ
ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. ზვირფასო ტელემაყურებლებო, მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი პერსონაჟების დღევანდელ გამოსვლას. შესანიშნავი შვიდეული უკვე სცენაზეა. მაშასე ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო კი შეწყდა. მაყურებელმა დღის ნომერ პირველ ფავორიტად დაასახელა მაიკლ ჯექსონი კი არა და კენგურუ! ოჩახ კენგურუ. კენგურუ გილოცავთ! და კენგურუს მხარდამხარ მონაწილეობას გააგრძელებს დღის იტალიელი პანტერა! როგორ გაუხარდა? გილოცავთ პანტერა. მესამე მონაწილე, რომელსაც შემდეგ ორშაბათს ვიხილავთ, არის გრაციოზული მედუზა! გილოცავთ მედუზა, გილოცავთ! გულშემატკივრის მეოთხე ფავორიტია. მეფედ მეფე ფარაონი! გილოცავთ. ახლოვდება კულმინაცია, დარჩა 3 მონაწილე.
და მხოლოდ ერთი არის გულშემატკივრის ფავორიტი, რჩეული გმირი. მაშა ასე ყურადღებით, ის არის ზელქი და მოუსვენარი პუპი. გილოცავს პუპი, გილოცავს. ღმერთო, იწყება თავდავიწყება დეტექტივებო, არც კი მინდა ვიყო თქვენს ადგილას. მოითათბირეთ და მომახსენეთ, რომელი გმირი იხსნის ნიღაბს. ბასა გისმენთ. თუთიყუში მაინტერესებს. ასე უცბად, სწრაფად, ანრი. კიდე გავუჩალიჩებ მანიკას. მოიხსნას მუხლუხომ. არ არსებობს. აი ახლა შენ გადაწყვიტე. სულ მანიკაზე ნუ ვტეხა. ჯერი შეზეა ჩემო სიცოცხლე, ჩემო მზე გოგო, ჩემო სიყვარულო, აბა გისმენ. კარგად დაფიქრდი, კარგად დაწონე და მომახსენე შენი ვერსია. ვინ მოიხსნას ნიღაბი დღეს? მუხლუხომ თუ თუთიყუშმა? თუთიყუშმა თუ მუხლუხომ? მიკარნახეთ აბა დარბაზო. არაფერი არ ისმის. მოიცადეთ, აბა აქეთ ამხარებას ფიქრობს. არ მინდა მაგა გაყოფილია აზრები ქვემოთაც. ხო, იმიტომ რომ მეც ვერაფერი ვერ გავიგე. კარგი, მოიხსნას თუთიყუშ. მუხლუხოს გულოცავ შემდეგ ეპიზოდში გადასვლასა ჩემო თუთიყუშო. ეს იყავი ფანტასტიკური, უმაგრესი ნომრით, უმაგრესი პერფორმანსით, მაგრამ უნდა მოიხსნა ნიღაბი და დაგვანახო შენი თავი. ვინ ხარ? და დადგა დრო ჯადოსნური სიტყვის. აბა. მოიხსენი! 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 რაიმე ვინ არის? მოიხსენი! თან ცოტა ტანმაღალი გოგია. ერთი ვერსია არისო ჩვენი სწორი. აბა, ვინ არის? მოიცადე. შემამზადეთ. ვინ არის? ვერ ხედავ. ვინ არის? მქონდა ოღონდ სხვაზე. ესე იგი იმდენად გეძებდით პროექტში, რომ სულ სხვა თოჯინებზე დავასახელეთ ჩვენი ვერსია. არ ვიცი თუ გესმოდა და გვისმენდით, მაგრამ ვერ ვიფიქრეთ, რომ ამ თოჯინაში იქნებოდა. ულამაზესო, უნიჭიერესო. აიმე, უმაღლესი კატეგორიის მსახიობი. შოკი, ნამდვილი შოკი მივიღე. მიხარხარ. არა, ჯერ როგორი მსახიობს იმდენად დიდ პატივს გცემთ და იმდენად საამაყო ხარ. მარტო იმიტომ რა ჯილდოებიც დაიმსახურე და ზოგადად როგორიც ხარ და როგორი პროფესიონალი ხარ და კიდე ზემოდან ისე შეასრულე და შეფუთე შენი თავი ამ პროექტში, რომ წარმოდგენაც არ გქონდა, რომ თუთიყუსში იქნებოდა. ძალიან წყდება გული, მაპატი. პირველად ია მე გადავიღე და მოიბოდიშეთ, ნამდვილად საბოდიშოდ გაიხადეთ საქმე. ბედნიერებაა ისეთი მაღალი კლასის არტისტის ხილვა ამ სცენაზე, როგორიც ამ ქვეყანას ყავს ია სუხიტაშვილის სახით და მე მახარებს შენი გამოჩენა თუთიყუშს მიღმა, თუმცა მე ნამდვილად არ მინდოდა ია შენი გაშვება. აი ცუდ გოგოებში და არა, ია მართლა ისე გვიყვარხარ და იმდენად ვაპატი რა ვქნა. თან როგორი ნომერი ქონდა, დღეს შეიძლებოდა თუთიყუშის გაშვება? აი ამ ყველაფერს ასეთი დონის მსახიობი თუ გარისკავდა ფრენას ცაში. გალია გამიხეს. კინაღამ ავფრინდი მე. ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა გაუხარდებოდა იას ნახვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გულით დაწყდებოდა რომ თუთიყუშმა დაწვა. ორი მინიშნება მოგცა. ახლა ვიხსენებ რომ რეკორდსმენი ვარო და ნამდვილად იას რა ჯილდოებიც აქვს არც ერთ
ქართულ მსახიობ ქალს არ აქვს ამდენი და მსახიობებში იას მომღერლებში მე ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ამ პროექტის ნაწილი და თანხმდი არ შეუშინდი და გიჟდებით შენ. მე ძალიან მიყვარს. აი გიჟდებით და ყოველთვის ხარ აი შეუდარებ. აშკაშა ვარსკვლავი. მადლობა. კი, მართლა. მადლობა და ძალიან საინტერესო პროექტია მართლა, იმიტომ რომ რაღაც გარდასახვის და ძალიან ბევრი წინაღობები აქვს, იმიტომ რომ არარეალურად დიდი რამე მაცვია. ეხზე განსაკუთრებით. და თურმე შეიძლება რაღაცები შეუძლებელი გააკეთო. მადლობა შეფასებისთვის, სიყვარულისთვის, პატივისცემისთვის, ძალიან მიყვარხართ და ძალიან. მადლობა. შენ მადლობა რომ ოქროს მონაწილე იყავი ვინარის მეოთხე სეზონის. ბრავოია! ფინალი ამის სრულდება. თუთიყუშის დასვლა ნიშნავს იმას, რომ პროექტში რჩება 6 მონაწილე და შემდეგ ორშაბათს კიდევ უფრო აიწევს ტემპერატურა თქვენში დაველოდეთ. იმიტომ რომ მხოლოდ ამ სცენიდან შეგიძლიათ გაიგოთ ფინალი. ორშაბათს 22 საათს ზღაპრული სანახაობა ინეთზე. გამოვეცდე აი ესე საბავშვო ბაღიდან გამოგწეული სოფლიო ანიმაცია ჩვენს ჯადოსნურ შოუში. გაცოცხლებული ანიმაციური გმირები ბავშვობაში დაგვაბრუნა და ნოსტალგიური ჰიტები. გაინტერესებს? ვინ არის? ისეთი მასშტაბური სიმღერა შეასრულა და უვიწყარი ტაშის დაფრას და გვაქვს ისეთ საგონებელში ვიყავით. მე